ბოლო ათწლეულებია ჩვენი ქვეყანა ახალ წელს ასე მძიმედ არასდროს შეხვედრია. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში მყარდება ლეგიტიმაციის კრიზისის მქონე ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ხელში ჩაიგდო სრული ინსტიტუციური ძალაუფლება, ის ცდილობს, რომ სრულად მოიხვეჭოს რესურსები და კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს. მისი ინტერესი გამდიდრდეს უსასრულოდ, იმდენად მაღალია, რომ ის მზად არის დათმოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესებიც და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელიც ბოლო ათწლეულებია ფიქრობს იმაზე, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამით დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ამ რეგიონში შექმნას დემოკრატიული სამართლიანი სახელმწიფოს მოდელი, აქციოს დიდ დერეფნად, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის თუ აღმოსავლეთის ავტორიტარული ძალები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას და ამ დერეფანში დიდი კაპიტალის გატარებას. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება და ამას ქართული ოცნების ხელისუფლება აკეთებს თანმიმდევრულად, ჯიუტად და ძალიან მაღალი ფასებით. ქართული ოცნების ხელისუფლებამ პრინციპში გადაალახა ის წითელი ხაზები, რომელიც მან თავად შექმნა და რითაც ის ცდილობდა გამიჯნულიყო წინა რეჟიმს. ერთის მხრივ, ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ დაუშვა მასობრივი ძალადობა შეკრების მონაწილეების მიმართ და ჩვენ გვყავს 500-მდე დაკავებული ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი, თითქმის 80% ნაცემია სასტიკად და ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები. ამ ძალადობის ფაქტებმა ჩვენა ისიც, რომ ჩვენ პრინციპში არ გვაქვს სასამართლო, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც 500-მდე დაკავებულის შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა იყო სამართალად დამრღვევი და არც ერთხელ პოლიციას არ შეეშალა. კრიზისის ფონზე ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების უნიკალურ გაერთიანებას და ქვემოდან ზემოთ დეცენტრალიზებულად თვითორგანიზებული წინააღმდეგობის პროცესს. ეს წინააღმდეგობა დაიბადა აფექტურად, დაიბადა სპონტანურად, თუმცა დღეს ის კარგად ორგანიზებულია, გაცნობიერებული და გაშლილი. რა იყო მიზეზები იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები გაბრაზდნენ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იყო ანტიიმპერიული გამოცდილება და ჭრილობები, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აქვს. ჩვენ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ანტიევროპული პოლიტიკა, ეს არის პრორუსული პოლიტიკა და ის მძიმეზიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს აქვს მიღებული რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ გვახსოვს და ჩვენ გვგრძნობთ. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, რომლის ოჯახის წევრები, ნათესავები, სწორედ იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლები გახდნენ და შეუძლებელია ეს დავივიწყოთ. ამიტომაც ეს პროცესი იყო სწორედ ანტიიმპერიული რეაქცია. მეორეს მხრივ, ბრაზი უკავშირდება ქართული ოცნების მიერ შექმნილ ავტორიტარულ რეჟიმს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება გვართმევს ყველაფერს. ის გვართმევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ის გვართმევს რესურსებს, მათ შორის ბუნებრივ რესურსებს, მაგრამ კიდევ ერთი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება გვართმევს, ეს იმედია. ჩვენ შევეჩვიეთ ავტორიტარულ კონტექსტში ცხოვრებას და ბრძოლას, ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლოები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, თუნდაც პოლიტიკური პარტიები ჩვენ წარმოგვადგენენ, მაგრამ ჩვენ გვქონდა იმედი, რომ მაინც ავაშენებდით ევროპული ტიპის დემოკრატიულ კეთილდღეობის სახელმწიფოს, მაგრამ დღეს, როდესაც ქართული ოცნება სწორედ ამ იმედის შემქმნელ იდეას უპირისპირდება და ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში, როცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დაჩქარებულად გახვდეთ ევროკავშირის წევრები და გლობალურ დონეზე ახალი გადანაწილების პოლიტიკაში მოვინიშნოთ როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი და ის ამ იმედს, ამ შესაძლებლობას გვართმევს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი სწორედ ამ იმედისთვის იბრძვის. ამ იმედისთვის, რომელიც ჩვენს რეალობაში სწორედ ევროპულ მომავალს უკავშირდება.
ქართული ოცნების ავტორიტარიზმი გარდა იმისა, რომ გვართმევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, გვართმევს კონსტიტუციას, გვართმევს კანონების გზით საკუთარი დაცვის შესაძლებლობას, გვართმევს რესურსებს, მათ შორის ბუნებრივ რესურსებს, ის ამავდროულად გვართმევს სიმართლეს. პროპაგანდა, როგორც ძალიან ძლიერი იარაღი პოლიტიკური ბრძოლის, არის ის ფენომენი, რომელიც ჩვენს თვალწინ აყალბებს რეალობას და ჩვენი მოქალაქეების დეჰუმანიზებას აკეთებს. თითქოს ჩვენ ათასობით ადამიანი, რომელიც ქუჩაშია გამოსული თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, 40-მდე დასახლებაში, ხო ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ ჩვენ არ ვართ მოქალაქეები, ჩვენ რეალურად არ ვართ გაბრაზებული, რომ ის, რაზეც ამდენი ადამიანი საუბრობს, სიმართლე არ არის და ბოლოს მან ჩვენი თავების დაცვლაც დაიწყო. ამ რეალობაში ჩვენ გვაქვს ერთადერთი რესურსი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატიის, ევროპეიზაციის, დრამატული, შეუქცევადი უკუქცევის პროცესი გააჩეროს, ეს არის საკუთარი თავი. სახელმწიფოს გარეშე დარჩენილი ადამიანები ვახერხებთ, ვიპოვოთ ძალა ერთმანეთში, დავდგეთ ქუჩაში, ვისაუბროთ სიმართლეზე, მოვახერხოთ წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გარკვეულწილად სუსტები შევხვდით. აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში დასუსტებული, გაყვითლებული პროფკავშირების სისუსტე ძალიან აშკარა გახდა ამ რეალობაში. ხო, ჩვენ ხედავთ, რომ გაფიცვები ჭირს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს ხალხის მხარეს, მშრომელების მხარეს მდგარი ძლიერი პროფკავშირები. ჩვენ ხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ქსელები რეგიონებში, სხვადასხვა თემებში ასევე სუსტია და ეს ინფრასტრუქტურაც არ არის საკმარისად ძლიერი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 30 წლიანმა ჩაგვრამ, ომებმა, თვითგადარჩენისთვის ბრძოლებმა, მედეგობამ და ის სიბრძნე, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ, თუ ის განათლება, რომელიც თუნდაც ცუდი უნივერსიტეტებისა და სკოლების პირობებში მივიღეთ, ჩვენ რაღაცა ტიპის გამოცდილება მაინც დაგვიგროვა. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ, რომ სწორედ ჩაგვრის რეალობაში ცხოვრებამ და ამ ჩაგვრაში მიღებულმა წრთობამ და სიბრძნემ ჩვენ მოგვიტანა მედეგობა და სიძლიერე იმისა, რომ ამ პირობებშიც კი, როცა ინსტიტუტები არ ყავს, სუსტია და დაბალიანდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ, ჩვენ მაინც დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. და მე მგონია, რომ გამარჯვება შეგვიძლია, თუ ჩვენი პროტესტები უფრო საყოველთაო გახდება, თუ ქალაქის ცენტრებში მობილიზებული უწყვეტი პროტესტები გაიშლება, ის მოიცავს სოფლებს, სამეზობლოებს, რეგიონებს და ის მიწვდება იმ ადამიანების გონებას და იმ ადამიანების გულს, რომელიც შეიძლება დღეს ამ პროტესტებს დაეჭვებით უყურებს. ან რომელზეც ქართული ოცნების პროპაგანდის გავლენები კიდევ ძლიერია და მათთვის რთულია თვით გამოერკვნენ თუ სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ პროტესტში 1918-21 წლების რესპუბლიკის იდეით, რომელიც იყო ქვემოდან ზემოთ თვითმმართველობის, თვითორგანიზების, პროფესიული ჯგუფების, სხვადასხვა კლასების ორგანიზებული ბრძოლის შედეგი. ხო, სადაც სწორედ სხვადასხვა ჯგუფები ახერხებდნენ კონსენსუსის შექმნას იმაზე, თუ აი ამ იმპერიების ნგრევის რეალობაში სრულიად ახალი საგარეო კონტექსტის შექმნის პროცესში მათ როგორი საქართველოს მშენებლობა შეეძლოთ. ამიტომ მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ჩვენი სიბრძნე, რომელიც დავაგროვეთ და იმის განცდა, რომ მხოლოდ ერთობით, ერთმანეთში ხელის ჩაჭიდებით შეგვიძლია რეალობა შევცვალოთ, ეს რესურსები დაგვეხმარება იმაში, რომ გავიმარჯვოთ.